მითი 2008 წლის ოქტომბერში საქართველომ ევროსაბჭოში მხარი დაუჭირა რეზოლუციას და აღიარა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ასეთი ჩანაწერი სინამდვილეში არ არსებობს. რეზოლუციაში რუსეთის ჯარის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა შეფასდა როგორც ოკუპაცია და შეტევა საქართველოს სუვერენიტეტზე და ევროპის საბჭოს წესდების დარღვევა. ასევე 1993 წლის შემდეგ პირველად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადამიანების გამოდევნაზე, ეთნიკურ წმენდაზე პასუხისმგებლად გამოცხადნენ არა მითიური სეპარატისტები, არამედ პირდაპირ რუსეთი. 2008 წლის ომთან დაკავშირებით მრავალი მითია გავრცელებული, რომლებიც ხშირად კრემლის პროპაგანდის შედეგია და მიზნად საქართველოს პასუხისმგებლობის დაკისრებას ისახავს. თუმცა ისტორიული ფაქტები, საერთაშორისო გამოძიებები და თავად რუსეთის ლიდერების განცხადებები ადასტურებს, რომ ომი იყო წლების წინ დაგეგმილი სამხედრო ოპერაცია, რომელსაც წინ უძღოდა რუსეთის პროვოკაციები და მზადება. სინამდვილეში 2008 წლის ომი იყო რუსეთის აგრესიის გაგრძელება და მისი სტრატეგიის ნაწილი, რომელსაც დღეს უკრაინაშიც ვხედავთ. ოკუპაცია არ დასრულდა, ის გრძელდება და ამაზე ლაპარაკი, მტკიცებულებების დაფიქსირება და მითი ფაქტის გარჩევა უმნიშვნელოვანესია ქვეყნის მომავლისთვის.